საღამო მშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. უყაროთ კენჭი 24 ხმით 4-ის წინააღმდეგ გურჯაანის 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. ვინდა რატომ არ დაუჭირა მხარი დოკუმენტის მიღებას. მიგვაჩნია რომ არათანაბრად ფინანსდება არაკომერციული იურიდიული პირები. ეს ბიუჯეტი არის პოლიტიკურად მოტივირებული და რა პრიორიტეტებია 10 მილიონ ნახევრიან ბიუჯეტში. პრიორიტეტად დარჩა სოციალური სფერო, ასევე კულტურული, სპორტული სფერო. რა პრობლემების მოგვარებას ითხოვს მომავალი წლის ბიუჯეტით მოსახლეობა, როგორია გურჯაანში გამოკითხვის შედეგები. თავს ძალიან უჭირს, ალბათ სწორედ ამ კუთხით უფრო მეტად უნდა გამოიჩინონ ყურადღება. ხალხის ინტერესებისთვის უნდა დაიხარჯოს, რისთვის უნდა დაიხარჯოს. ახმეტის საკრებულოში საახალწლო პრემიების საკითხი უკვე მეორედ ჩავარდა. რა თანხას ითხოვდა გამგეობა და რამდენი ხმა დააკლდა გადაწყვეტილების მიღებას. გურჯაანის საკრებულოს დეპუტატი მარტოხელა დედასა და მის 3 მცირეწლოვან შვილს პროდუქტით დაეხმარა. მე ესე ვთვლი ადამიანების მოვალეობა ეს არის ერთგვარი ცხელი გაუძლებელი. წინა საახალწლო გამოფენა გაყიდვა კოლეჯ აისში. სტუდენტებს აქვს საშუალება წარმოაჩინონ თავიანთი თავი. მომეწონა ჩურჩხელა და ასევე ძალიან მომწონს და მოხარული ვარ რომ ეს გამოფენა მოეწყო. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტი ტელეკომპანია გურჯაანი. გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. გურჯაანის 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საკრებულომ 24 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო. ახალ ბიუჯეტს მხარი ოპოზიციამ არ დაუჭირა. საფინანსო დოკუმენტი 10 მილიონ 500.000 ლარით განისაზღვრა. რაში დაიხარჯება ეს თანხა მთელი წლის განმავლობაში და რატომ არ დაუჭირა მხარი დეპუტატების ნაწილმავცლად ეთერ თეთრაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ. უყაროთ კენჭი ვინ არის მომხრე აღნიშნული ბიუჯეტი? მეგობრებო, 2017 წლის ბიუჯეტი. წინააღმდეგი. მე ვარ წინააღმდეგი და დააფიქსირდა. 24 ხმით 4-ის წინააღმდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. რაიონის ახალი საფინანსო დოკუმენტი 10 მილიონ ლარზე მეტია. გამგეობის გადაწყვეტილებით ბიუჯეტის ყველა მუხლს 10% მოაკლდა და ეს თანხა ინფრასტრუქტურას დაემატა. აქედან ნაწილი გზების, ნაწილი კი სასმელი წყლის საკითხების მოწესრიგებას მოხმარდება. 160.000 ლარით კი რადარების შეძენა მოხდება. ერთ-ერთი პრიორიტეტია სოციალური სფეროც. ამ მიმართულებით 1.240.000 დაიხარჯება. 2017 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 10 მილიონ 518.000-ით. სავარაუდოდ ამ ბოლო წარდგენილ ბიუჯეტში ფაქტიურად ყველა მუხლმა განიცადა 10%-იანი კლება, თუმცა ეს თანხა მთლიანად ისევ ჩაიდო გურჯაანის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ისევ და ისევ გზების, გარეგანათების, წყლების და ბაღების სუბსიდია გვაქვს გაზრდილი. ფაქტიურად მიმართული არის სკოლამდელი აღზრდა და ინფრასტრუქტურა. მთავარი საფინანსო დოკუმენტი არ მოიწონეს ოპოზიციური პარტიების წევრებმა და 4 მათგანმა მის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა. როგორც ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელმა განაცხადა, ის სპორტული აიპისთვის დაფინანსების გაზრდას ითხოვდა, თუმცა მისი შენიშვნა არ გაითვალისწინეს. სწორედ ამიტომ მისთვის 2017 წლის ბიუჯეტი მიუღებელია. მიგვაჩნია რომ არათანაბრად ფინანსდება არაკომერციული იურიდიული პირები. ეს არის ალბათ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტული პიროვნებებისთვის მიმართული და არა თქვა კონკრეტულად ამა თუ იმ საქმის, ამა თუ იმ დარგის განვითარებისთვის. პარადოქსია კიდევ ერთხელ გაგემეორებთ რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ჭიდაობის განვითარებისთვის გამოყოფილია 60.000 ლარი და ნებისმიერი რიგითი აიპი, რომელსაც საეჭვოა, ეხლა არა ჩემი კომპეტენცია, ვერ გეტყვით, მაგრამ საეჭვოა მათი დაფინანსების თრათ მიზანშეწონილობის საკითხით 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი დაფინანსება. ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წევრებმაც. დეპუტატების განმარტებით 2017 წლის ბიუჯეტი მთლიანად აიპებში დასაქმებული პირების ხელფასებზეა მორგებული. ფრაქცია ერთხელ ნაციონალურ მოძრაობამ და ფრაქცია ქრისტიან კონსერვატორებმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ჩავატარეთ ფრაქციების გაერთიანებული სხდომა, სადაც განვიხილეთ ბიუჯეტის პროექტი. ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი შენიშვნები, მე მინდა კერძოდ გამოვყო სოციალური პაკეტი და აიპების თანადაფინანსებები. ჩვენი აზრით ეს ბიუჯეტი არის პოლიტიკურად მოტივირებული
რადგან AIP-ებში დასაქმებული ყავთ ქართული ოცნების აქტივისტები და მხარდამჭერები და ძირითადი თანხები თანადაფინანსების მიდის მათი ხელფასებში. ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით 2017 წლის ბიუჯეტი მისაღებია მმართველი გუნდისა და დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატებისთვის. როგორც ისინი ამბობენ, 2017 წელს განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაეთმობა. 2017 წლის ბიუჯეტში კვლავაც პრიორიტეტად დარჩა სოციალური სფერო, ასევე კულტურული, სპორტული სფერო, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები და მთლიანობაში ჯამში სრულიად მისაღები ბიუჯეტია. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგობის მიუხედავად 2017 წლის ბიუჯეტი საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა. პროექტების განხორციელება ახალი წლიდან დაიწყება. რაში უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტის თანხა და რა პრობლემები აწუხებთ გურჯაანში მოქალაქეებს? დღეს საკითხთან დაკავშირებით ვერაიაშვილმა მოსახლეობა გამოკითხა. რესპონდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ თანხა პირველ რიგში სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებს უნდა მოხმარდეს. ზოგისთვის კი პრიორიტეტული ახალგაზრდების პრობლემებია. შეგახსენებთ, რომ გურჯაანის საკრებულომ 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დღეს 24/4-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რა თქმა უნდა მიეხედოს ესე იგი სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურა უნდა რამდენად შესაძლებელი იქნება რომ ინფრასტრუქტურას მიხედონ კიდე და რა ვიცი რა გითხრათ ის ხალხს ძალიან უჭირს ალბათ სწორედ ამ კუთხით უფრო მეტად უნდა გამოიჩინონ ყურადღება და უფრო მეტად უნდა გამოვიდნენ ხალხში და დაინახონ ეს რაც ხდება რა ის არ ვიცი ძალიან გაჭირებაში ადამიანები და ყველაზე მეტად რაღაცა წარმოებების გახსნისთვის უნდა იფიქრონ. რა მოხდა? ზოგი ბიუჯეტიდან გაიმეტონ, ზოგი ვიღაცა იმას იზავს და მოაბავს თავს, რომ დასაქმდეს ხალხის. ხალხის ინტერესებისთვის უნდა დაიხარჯოს, რისთვის უნდა დაიხარჯოს. რაც ყველაზე მეტად საჭიროება მოითხოვს. რაც ყველაზე მეტად ჭირდება ხალხს, იმ საქმეში უნდა დაიხარჯოს. გასართობი ცენტრები ბავშვებისთვის, სადაც ახალგაზრდობა შეძლებს რომ მივიდეს, გაერთოს, რა ვიცი. ხარც ისე ბევრი სხვაობა არ უნდა იყოს სხვა რაიონებთან შედარებით, რომ არის სხვა გასართობები, მაგალითად აი ნადიკვარზე მიდიან ბავშვები, რომ რაღაც კარუსელებზე წაიყვანონ იქ თელავში, ლაგოდეხში, რა ვიცი და გურჯაანსაც ჭირდება რა პატარა რაიონი, რომ რაღაც გასართობი ცენტრი ქონდეს. რაში უნდა დაიხარჯოს და რა ვიცი მე, უფრო ხალხს უნდა მოხმარდეს ეს ფული გაჭირებულ ხალხს. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სავარაუდოდ საახალწლო პრემიებს ვერ მიიღებენ. საკითხი საკრებულოში უკვე მეორედ ჩავარდა. ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანცვლილებებს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მხარი მხოლოდ 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად 16 ხმა იყო საჭირო. მთავარი მიზეზი, რის გამოც საკრებულოს წევრებმა ხმის მიცემისაგან თავი შეიკავეს გამგეობის მოხელეებზე საახალწლო პრემიების გასაცემად ბიუჯეტში 53,000 ლარის დამატება იყო. შეგახსენებთ, რომ ეს საკითხი საკრებულოს 7 დეკემბრის სხდომაზეც დაისვა. გამგებელი თანამშრომლების საახალწლო დანამატისთვის 73,000 ლარის დამატებას ითხოვდა, თუმცა ოპოზიციამ პრემიების გაცემას მხარი არც მაშინ დაუჭირა. გურჯაანის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ზურაბ სეფიაშვილი დღეს სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა და მარტოხელა დედას, რომელიც სამცირეწლოვან შვილს ზრდის სურსათი გადასცა. ქალბატონი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქირით ცხოვრობს. ერთადერთი შემოსავალი კი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთან პენსია 300 ლარია. დეპუტატმა მათ შესახებ ტელეკომპანია გურჯაანის ეთერით გასული სიუჟეტიდან შეიტყო. მისი თქმით, მცირეწლოვან ბავშვებს პროდუქტითა და პირველადი მოხმარების ნივთებით ახალ წელსაც დაეხმარება. მე ესე ვთვლი ადამიანების მოვალეობა ეს არის ერთმანეთს ხელი გაუწოდოთ და მით უმეტეს ასეთ მდგომარეობაში, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი მარტო ფიზიკურად არც აქვს საშუალება რომ იმუშავოს პატარა ბავშვებს ვერ დატოვებს და ჩემი მხრიდან პირდები ამ ბავშვებს ახალწელს თოვლის ბაბო და ზღაპრის გმირობით ეყოლებიან. მადლობს თქვენი დახმარებისთვის, დიდად მადლობელი ვარ, რომ გამიწიეთ დახმარება ჩემ პატარებსაც და მეც რავალშობა ახალწელს და ეს წავის თქვენს ბედნიერად და ჯანმრთელად. წინა საახალწლო გამოფენა გაყიდვა კოლეჯ AIS-ში. კონრად ადენაუერის ფონდის დახმარებით გამართულ ღონისძიებაზე უცხოელმა სტუმრებმა სტუდენტების მიერ დამზადებული პროდუქტი დააგემოვნეს და ჩურჩხელების ამოვლებაში მიიღეს მონაწილეობა. საზოგადოებრივი კოლეჯი AIS-ი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი და სასწავლებელში მსურველებს 40-მდე პროფესიის შესწავლის საშუალება აქვთ. არის უფასო ფაკულტეტებით პროფესიულ კოლეჯს ჩვენი ჟურნალისტი ნინო სამნიაშვილი სტუმრობდა.
ახალი წლის წინ საზოგადოებრივმა კოლეჯმა ისმა ტრადიციული საშობაო გამოფენა გაყიდვა მოაწყო. კოლეჯის სტუდენტებმა პროფესიული უნარები წარმოაჩინეს და პრაქტიკული მეცადინეობის დროს დამზადებული პროდუქტი გამოფინეს. ასევე დამთვალიერებელს ის პროფესიები გააცნეს, რომელსაც აიშიეუფლებიან. გვაქვს პატარა საკონსერვო საწარმოს და ყველაფერი რაც კი დამზადებულია, ყველაფერი არის ჩვენი ნედლეულით, რომელიც ჩვენ ტერიტორიაზე მოყვავს. ჩვენ ასეთ გამოფენებს ვაწყობთ ყოველწლიურად, სტუდენტებს აქვთ საშუალება წარმოაჩინონ თავიანთი თავი, წარმოაჩინონ ამასთანავე ერთად პროფესიული უნარები და მოაწყონ გამოფენა იმის შესახებ, თუ პრაქტიკულ მეცადინეობაზე რას აკეთებენ, რა სტანდარტებით მოქმედებენ და როგორ შესაბამისობაში არის პროფესიულ სტანდარტთან მიმართებაში. ეს არის ტრადიციული ყოველ შობის წინ საახალწლოდ იმართება. ჩვენ გვაქვს გამოფენილი ჩვენი ნამუშევრები, პროდუქცია, რომელსაც შეუძლიათ იყიდონ ნებისმიერმა აქ მოსულმა ადამიანმა. ღონისძიების მოწყობაში კოლეჯის გერმანული ფონდი კონრად ადენაუერი დაეხმარა. უცხოელმა სტუმრებმა სტუდენტების ნაწარმი დააგემოვნეს და ჩურჩხელის ამოვლებაშიც მიიღეს მონაწილეობა. მომეწონა ჩურჩხელა და ასევე ძალიან მომწონს და მოხარული ვარ, რომ ეს გამოფენა მოიწყო. მნიშვნელოვანია, რომ რაიონში ასეთი ღონისძიებები იმართებოდეს და ვფიქრობ, რომ ეს მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. კონრად ადენაუერის ფონდი ესეთი გერმანული ფონდია, რომელმაც მოაწყო ღონისძიება ქართველებისთვის, უკრაინელების და მოლდოვისათვის, რათა გაეცნონ ისინი პროფესიული სასწავლებლების მუშაობას, მათ განვითარებას საქართველოში. და დღეს სწორედ ვეწვიეთ კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელ აის, ვეცნობით მათ ცხოვრების წესს, მათ მუშაობას, მათ მიერ შექმნილ პროდუქციას. საზოგადოებრივ კოლეჯ აიში სტუდენტებს 40-მდე პროფესიის დაუფლება შეუძლიათ: აგრარული ინჟინერიის, ჯანდაცვის, ბიზნეს ადმინისტრირების, პერსონალური სერვისებისა და ხელოვნების მიმართულებით. მაგალითად, მათ უფასოდ შეუძლიათ შეისწავლონ ისეთი გამოყენებითი პროფესიები, როგორიცაა მეღვინე, მევენახე, ფარმაცევტი, მზარეული, ბუღალტერი, ექთანი, თმის სტილისტი და ასე შემდეგ. სტუდენტების უმეტესობა კოლეჯის დასრულების შემდეგ სხვადასხვა კომპანიებში დასაქმდა ან თვითდასაქმებულია. წელს კოლეჯს კიდევ ერთი ახალი პროფესია ტუროპერატორი შეემატა. 40-მდე სხვადასხვა პროგრამა ისწავლება. და რაც თავარია, ყველა პროგრამა არის ისეთი, რაც ჭირდება არა მარტო კახეთის რეგიონს, არამედ საქართველოს ჭირდება. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ სოფლის მეურნეობის პროფესიებს. ეს არის ვეტერინარია, მევენახე, მეღვინე, მეფუტკრე და არის გამოყენებითი ხელოვნებისთვის, არის თექისოსტატი და ასე შემდეგ. თითქმის ყველა პროფესია დასაქმებადია. მე მინდა რომ იტყვიან, კვეხნით თქვა, რომ 60% ჩვენი სტუდენტებისა დასაქმებულია. თუ არ და თვითდასაქმებულია, მაგალითად მეფუტკრეები. მე ვეუფლები ტუროპერატორის პროფესიას, რაზეც ძალიან მოხარული ვარ. მიხარი აი ესეთი ყველა ჭირილობა გაგვაჩნია, ჩვენ გვაქვს კარავი, სკამები, საწოლი, ყველაფერი გვაქვს აძილეტო, მაგრამ ყველაფერი გვაქვს იმისთვის საჭირო, რომ შევძლოთ გასვლითი პროგრამები. კოლეჯი აისი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილია. გარემო ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. აქვეა პანსიონი, სადაც პროფესიის დაუფლების მსურველებს უფასოდ ცხოვრება შეუძლიათ. თელავში ახალი წლის შესახვედრად ემზადებიან ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ნაძვისხე უკვე მორთეს. ერეკლე მეორის მოედანზე კი საახალწლო განათებების მონტაჟი ამ დრომდე მიმდინარეობს. თელავის საახალწლოდ ზუსტად 25 დეკემბერს განათდება. ღონისძიებები ქალაქში უკვე დაწყებულია. 31 დეკემბერს კი გალა კონცერტია დაგეგმილი. ამ ყველაფერს კი ზუსტად 12 საათზე ფოიერვერკი დაასრულებს. თელავის მერია საახალწლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37,000 ლარს დახარჯავს. მინდა გითხრათ, რომ უკვე კარგი ხანია დაწყებულია მზადება საახალწლო ღონისძიებებისათვის. ალბათ შეამჩნევდით, რომ ეტაპობრივად მოირთო ქალაქი, უკვე დგას ნაძვისხე და ემატება ეს გარეგანათების დეტალები, კიდევ უფრო ლამაზი და მშვენიერი ხდება ჩვენი ცენტრალური ქუჩა და 31 დეკემბერს ჩვენს თანაქალაქელებს და ყველა სტუმარს ვეპატიჟებით ერეკლე მეორის მოედანზე, სადაც აინთება საახალწლო ნაძვისხე და 9 საათიდან დაიწყება საახალწლო კონცერტი. მასში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი მუსიკალური ბენდები, ასევე ველოდებით სტუმრებს დედაქალაქიდან. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. კუდის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და ამავე დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი გიად გებუაძე მეტსახელად მასტერა სასამართლომ ნავთლუხის სპეცოპერაციის საქმეზე დამნაშავედ ცნო. გამამტყუნებელი განაჩენის შესაბამისად გიად გებუაძეს ამინისტიის შესახებ კანონის გათვალისწინებით საბოლოოდ სასჯელი სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ასევე 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება. რაც შეეხება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს დათა ახალაიას სასამართლომ მხოლოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში გაამართლა. განზრახ მკვლელობის ბრალში კი დამნაშავედ ცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მასაც ასევე 2 წლით აეკრძალა საჯარო სექტორში თანამდებობის დაკავება. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23 ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლის წინასწავლებას გადის. მტკიცე მხარდაჭერის მისიისთვის მზადების მესამე ფაზის ფარგლებში ქვედანაყოფი მოტორიზებულ ოპერაციებს, პატრულირებას, ჩხრეკა, კორდონისა და სხვა ტიპის ამოცანებს ოცეულის შემადგენლობით პრაქტიკულად ასრულებს. საველე სწავლებები ბაზიანის სამხედრო პოლიგონსა და ტყწანისში პარალელურად მიმდინარეობს. ბატალიონის 4 თვიანი სწავლება იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც სამხედროები გერმანიაში გაევლიან შემოწმებას და შემდეგ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან. მათ გადალახეს ათეულის ფაზა, ინდივიდუალური ფაზა და ეხლა იმყოფებიან იმ ძირითად ფაზაში, რაც არის ოცეულის და ასეულის დონის სწავლებები, გადიან საშტაბო სწავლებებს, ასევე მძღოლების მომზადება ხდება სპეციალური დანიშნულების მანქანებში ჰამერი და ემრაპი, რაც შემდეგ გამოადგებათ მისიაში. 23-მე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებთან ერთად მომზადების პროცესი რამდენიმე თვის წინ ინდივიდუალური წვრთნებით დაიწყეს. მომზადების შემდგომ ეტაპებზე სამხედროების სხვადასხვა ტიპის ტაქტიკურ და საცეცხლე ამოცანებს ასრულებდნენ. კურსი გულისხმობს მძღოლების მომზადებასაც, თუ როგორ მართონ აღნიშნული სამხედრო ტექნიკა. თითოეული მომზადება რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ხორციელდება. რადგან ასეთი სწავლება მაქსიმალურ ეფექტს იძლევა და სამხედროების ავღანეთის მისიისთვის მომზადებისთვის აუცილებელია. ეს სწავლება მიახლოებული რეალებასთან, ამ სწავლებაში ჩართული იყო როგორც ქართველები, ისე ამერიკელი ინსტრუქტორები. მათ დახმარებით შეგიძლიათ სწავლების ამადებით შესრულება. ევროკავშირის ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც მიდის მსჯელობა შეიძლება თუ არა დაუპირისპიროთ მედიით გავრცელებულ ანტიდასავლურ მითებს რეგულირების ეგრეთ წოდებული სანქციების მექანიზმი. ამის შესახებ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. როგორც ღონისძიების მონაწილეებმა აღნიშნეს, საქართველოს სავარაუდოდ თვითრეგულირების გაძლიერებას ამჯობინებს, რეგულირება კი შესაძლოა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შეეხოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როგორც არის პროპაგანდა და ანუ რუსული პროპაგანდა საქართველოში მიმდინარეობს არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობით და რა თქმა უნდა სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სწორედ დიალოგი და დისკუსია არის ერთადერთი გამოსავალი წერტილი იმისათვის, რომ მოვუძებნოთ მაქსიმალურად ეფექტური საშუალება თუ არსებული პრობლემა, როგორ შეიძლება კიდევ ეფექტურად მოგვარდეს და ამავდროულად რა რეგულაციები საჭიროა, ან საერთოდ არის თუ არა საჭიროება ამ მიმართულებით, რომ დამატებით საკანონმდებლო რეგულაციები იქნას მიღებული თუ ზოგადად მხოლოდ საინფორმაციო უზრუნველყოფით მედიასთან, სამოქალაქო სექტორთან და მოქალაქეებთან აქტიური მუშაობითა და ინფორმაციის მიწოდებით არის შესაძლებელი უფრო ეფექტურად დამარცხდეს აღნიშნული პროპაგანდა საქართველოში. საჭიროა, რომ ხელისუფლებამ, არასამთავრობო სექტორმა და მედია ორგანიზაციებმა ერთობლივი ძალისხმევით იფიქრონ, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს რეაგირება როგორც სახელმწიფო ისე არასახელმწიფო სექტორის, მათ შორის განვიხილოთ თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერების შესაძლებლობა. იქ სადაც არის ამის სივრცე, რომ თავად მედია საშუალებები იყვნენ უფრო ეფექტურები და უფრო მოქნილები, რომ განიხილონ ის საქმეები, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ საფრთხეს ქვეყნის
არჩევანისაა, რომელიც არის პროდასავლური არჩევანი. საქართველოში ახლა დღეს რა შეხვედრაც არის, აქ მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ უფრო მეტად გვესმის თვითრეგულირების მხარდაჭერა და ის რომ თვითრეგულირებაში უნდა გავზრიალდეთ მედიები, თუმცა არის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს კონკრეტულად იგივე პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური აქტორების გარკვეულ რეგულაციას იმ კუთხით, რომ არ მოხდეს ნამდვილად ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავი ამა თუ იმ ინფორმაციების გავრცელება განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში და ეს არის მათი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში და არა მედიების და ძალიან საინტერესოა ის მცდელობა, რაც ჩვენ გვაქვს ადგილზე. რაც შეეხება საქართველოს მდგომარეობას, აქ ნამდვილად მკვლევითი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებული პრობლემები გვაქვს ეთნიკური უმცირესობის დასახლებულ ზონებში, თუმცა ყველა რეგიონს თავისი პრობლემა აქვს. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. მექსიკაში ფოიერვერკების ბაზრობაზე აფეთქების შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ათობით მოქალაქე. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიციის, ექსპერტებისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები, რომლებიც დაშავებულებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას უწევენ. 13 ბავშვს, რომლებმაც სხეულის 90%-ზე მეტი დამწვრობა მიიღეს, სამკურნალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნიან. შემთხვევა მეხიკოდან 32 კილომეტრის დაშორებით ქალაქ ტულტეპეკის პიროტექნიკის ბაზრობაზე მოხდა. შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება ჯერ არ საუბრობს. წინასწარი ვარაუდით, უსაფრთხოების ზომები არასათანადოდ იყო დაცული. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჯონ კერისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვის მკვლელობის უკან განან ფეთჰულა გიულენის ტერორისტები ცნობილია როგორც თურქეთისთვის, ასევე რუსეთისთვის. იუწყება თურქული საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ. ანკარაში დიპლომატიური წყაროების თანახმად სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით შედგა. ჯონ კერიმ ჩავუშოღლუს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე დამწუხრებულია რუსეთის ელჩის მკვლელობით. მხარეებმა ასევე განიხილეს სირიის თემა. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV-მ და All News-მა გაავრცელა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეგვიპტის ერთ-ერთ პირამიდაში უცნაური ლაბირინთი არსებობს. ეს ლაბირინთი ძველმა ცივილიზაციებმა დაგვიტოვეს და მისი ფუნქცია დროში მოგზაურობაა. საუბარია არა კონსტრუქციაზე, არამედ ენერგეტიკულ პორტალზე, ხვრელზე პარალელურ სამყაროებს შორის. 2016 წლის ნოემბერში ჯუნგლებში მცხოვრები მოქსი ჰატეტიმას ტომი დანარჩენ მსოფლიოსთან არასოდეს შესულა კონტაქტში. თვითმფრინავიდან გადაღებულ კადრებზე ჩანან ტომის წევრები, რომლებიც საერთო ნაგებობის მალოკას შიგნით ცხოვრობენ. ერთ-ერთი სურათის გადიდებისას სჩანს მამაკაცი, რომელიც კამერას აგრესიულად უგნევს შუბს. ტომის დანარჩენი წევრები უბრალოდ ზემოთ იყურებიან. ტომი მოქსი ჰატეტიმა იანომომოს ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება. ინდიელთა ტერიტორიებზე რეგულარულად იჭრებიან არალეგალი ოქროს მომპოვებლები, რის გამოც ხშირია კონფლიქტები. ამიტომ მოქსი ჰატეტიმას ტომზე დისტანციური დაკვირვება მიმდინარეობს. 1993 წელს ოქროს მომპოვებლებმა 16 იანანა მოკლეს, რის საპასუხოდაც ინდიელებმა 2 ადამიანი მოკლეს. ამ ტომის ბედი უცნობი იყო, ვინაიდან ბოლო 1 წლის მანძილზე ისინი არავის უნახავს, მაგრამ ამ ფოტოების საშუალებით დადგინდა, რომ ცოცხლები არიან და მეტიც, ტომის ოჯახთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა. ახლა კი დღის სხვა ამბები. 2016 წლის მის მსოფლიოს გვირგვინი პუერტო-რიკოელმა ლამაზმანმა სტეფანი დელ ვალემ მოირგო. 19 წლის სტუდენტი ესპანურ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე საუბრობს. მან განაცხადა, რომ ეს დიდი პატივია მისთვის და მისი ქვეყნისთვის. სტეფანი მეორე ლამაზმანია კუნძულ პუერტო-რიკოდან, რომელიც სილამაზის კონკურსში ტიტულით დაჯილდოვდა. პირველი კი 1975 წელს გამარჯვებული ვილნელია მერსიდი იყო. საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარე გიორგი ლომაიამ კარიერა დაასრულა. 37 წლის გოლკიპერმა ამის შესახებ გაზეთ ლელოსთან ინტერვიუში განაცხადა. გიორგი ლომაია არის საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩემპიონი, საქართველოს თასისა და სუპერთასის მფლობელი. საინტერესოა, რომ ეროვნული ნაკრების მეკარეთა შორის ყველაზე მეტჯერ კარში სწორედ ლომაია იდგა. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ.
ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. დღეს ჩვენი გამოშვება ამით დასრულდა. ნახვამდის.